მოგესალმებით კოლეგებო, კურუმი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს ხდომა. განსახილველ საკითხებში გვაქვს ადმინისტრაციული საფრთხის კოდექსში ცვლილება, დაჩქარებული წესით, ასევე სისხლისწამების საპროცესო კოდექსში ცვლილება, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილების პაკეტი, სისხლისწამების კოდექსში ცვლილების პაკეტი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილება, რაც შეეხება ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს. სამოქალაქო ავიაციის ევროპული კონვენციის ბიუროს შესახებ კონვენცია წარმოდგენილი. ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტის წამყვანი სავალდებულო საგარეო ურთიერთობები. ბატონო, საორგანიზაციო საკითხებიდან ქართული ოცნების მომართვა ფრაქციის წევრი დავით დოლიძის გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გაწევრიანების შესახებ, ასევე ცნობად ვიღებთ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 2023 წლის ანგარიშთან დაკავშირებით, ასევე ცნობად ვიღებთ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნას ამავე სააგენტოს 2022 წლის ანგარიშთან დაკავშირებით. და ბოლო საორგანიზაციო საკითხი გახლავთ 25,000 ამომრჩევის ინიციატივით უცხოელთა და მოქალაქის არ მქონე პირთა სამართლიანი მდგომარეობის შესახებ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი განცხადება შევსებული ხელმოწერების ფურცლების საქართველოს პარლამენტის წარდგენის შესახებ. რომელიც გადაეცემა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. სხვა საკითხები თუ არ არის, ხდომა დახურულია.